ოქტომბერი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და კვირეულის ფარგლებში ჩვენ ვატარებთ ღონისძიებას. და დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმ ცენტრის გახსნას ეძღვნება, მაგრამ მე აქცენტი მინდა გავაკეთო რაზე. ორი მიმართულებით. ერთი საერთაშორისო ინტერნაციონალიზაცია, რომ ჩვენ ვიცით თქვენ რომ უნივერსიტეტი ამ გზას დაადგა და მეორე ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ რაც გჭირს ეს არის სოფხედველობრივი ხასიათის და ამ პრობლემების დაძლევა და ამ პრობლემის დაძლევაში გვეხმარება ეს პროექტი და ეხმარება პროექტი არა მხოლოდ აკადემიურ პერსონალს, არამედ ყველაზე ჯანსაღ ნაწილს ჩვენი საზოგადოების სტუდენტ ახალგაზრდობას. ეს არ არის საუნივერსიტეტო და ერთი უნივერსიტეტის გამარჯვება, ეს ზოგადად ქართული სახელმწიფოს გამარჯვება ამ კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენი უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს. და ჩვენი უნივერსიტეტი არის კოორდინატორი და პროექტში გაერთიანებულია 9 საქართველოში 9 უმაღლესი სასწავლებელი, ძირითადად რეგიონული უნივერსიტეტებია და პლუს ამას არის 3 ქვეყანა ჩართული. ეს არის პოლონეთი, ეს არის რუმინეთი და იტალიის უმაღლესი სასწავლებლები, რომლის კოორდინატორიც არის უნივერსიტეტი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიგო Erasmus Plus ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ქვია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრის გახსნა. პირველად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კოორდინატორი ამ პროექტის. მოგახსენებთ, რომ ამ პროექტში ესე იგი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონების სტუდენტები. მინდა გითხრათ, რომ ამავდროულად 3 უნივერსიტეტი იტალიიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან არიან კიდევ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები და რაც მთავარია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. თავი რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში, ეს არის ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში, ეს არის პერსონალის მომზადება და გადამზადება, რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციის შემუშავება, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და საერთოდ ფართო აუდიტორიის ცნობადობის ამაღლება. ამავდროულად დღეს ჩვენ აღნიშნავთ აი ამ პროექტის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს და ამას მიუძღვნით ჩვენს სტუდენტებს.